და შენ ამაზე ცალკე თავი გაქვს მიწყვნილი 7 ნოემბერს იმ უმძიმეს სიტუაციაში, როცა სპეცრაზმელები ძირს განარცხებდნენ ჟურნალისტებს და დასისხლიანებულები იყავით. მაიას მიმართა ესე სპეცრაზმო. მაია დაწექი და მაია მიფიქრა, რომ მიცნო. აი როგორი უცნაური შეგრძნება, რომ იმ ადამიანებში შენი თავი გქონდა დამკვიდრებული რაღაცნაირად და ეს ბორჯომის ფესტივალის ამბავი უფრო იმიტომ ვახსენე ცოტა ხნის წინ, რომ ცხოვრებაში ეგეთი საოცარი კავშირი. ერთ-ერთი სპეცრაზმელი მივიდა მაიასთან და გზა გაუკვალა. თეადეიშვილი გავრბოდით და ხელი მომკიდა. ამ დროს მეშინოდა რომ ჩამარტყავდნენ, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულ სიუჟეტებს ვაკეთებდი და სახე მქონდა ხელებით დაფარული და ხელი მომკიდა და ეს სპეცრაზმელები ესე მოდიოდნენ და იქით გამიყვანა და მე მითხრა რომ მე ისვარო. სიმღერა ნაკადულზეო, როგორ არ გახსოვდა და მე არ მახსოვდა და ხდება ცხოვრებაში აი ასეთი უცნაური დამთხოვები. ძალიან უცნაურია. იმან გითხრა, რომ მე ბებიას ვყავდიო მოყვანილიო ფესტივალზე, ანუ რა უცნაურია, რომ ესე უყურებ, ნიღბიანი ადამიანია, რაღაცნაირად გეშინია და იმაშიც ის სიწმინდე არის, რომ მასაც ბებია ყავდა, რომელმაც სიმღერა ნაკადულზე. არა, ყველა კაცი ჭამია, ოდესღაც ბავშვი იყო. ძალიან უცნაურია. მე ასე ვიტყოდი.